აქამდე მოქმედი ნორმებით თანადაფინანსების თანხა 6 სართულამდე შენობებისთვის შეადგენდა 10%, 6 სართულიდან მაღალ სართულიან საცხოვრებელი ბინებისათვის შეადგენდა 15%. შეღავათი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენი სართულიანი იქნება ბინა, ამ ხანაგობის თანამონაწილეობის თანხა ნაცვლად 10 და 15%-ისა იქნება 5%. რაც შეეხება მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინებში ამორტიზირებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებას, აქამდე მოქმედი ნორმებით ამ ხანაგობის თანამონაწილეობის თანხა შეადგენდა 10%. შეტანილი და ინიცირებული ცვლილებების მიხედვით თანადაფინანსების თანხა შეადგენს 3%. ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახლით ჩანაცვლებისთვის ბიუჯეტი 2025 წლისთვის განსაზღვრულია 2.100.000 ლარით. უნდა შეკეთდეს გათვლილია პრიორიტეტული ამის განსაზღვრა როგორ ხდება? ზუსტად მაგაზე მოგახსენებით, რომ საბინაო ინფრასტრუქტურასთან არსებული პრობლემების შესწავლელი კომისია. ეს ყველა ლიფტები 27 ციფრი გამოყვანილი არის აი მოქალაქეთა მომართვიანობიდან და თვითონ მუნიციპალიტეტების მომართვიანობიდან, რომელიც დაინსპექტირდა. ესე იგი, პრობლემა რეალურია და მის მიხედვით განისაზღვრა 27 ლიფტის ახლით ჩანაცვლება. ეს არის დაახლოებით 50-60 წლის წინადელი რუსული ლიფტები, რომლებიც არც სათადარიგო ნაწილები არსებობს და არც მაგის შემკეთებელი ვინმე. რომ აი ეს ნაშთი გააჩნდეს